მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. მოკლედ დღეს ჩვენ კვლავ გიბრუნდებით დაგემოვნების ვიდეოთი მე და თეო და დღეს ჯერი დადგა უკვე, თქვენი ძალიან დიდი თხოვნის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ დაგვეგემოვნებინა დღეს ეგზოტიკური ხილი. რა თქმა უნდა, ეგზოტიკური ხილი. ერთად ვთქვით. და დღეს ავარჩიეთ, შედარებით მეტნაკლებად საინტერესო ჩვენთვის და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იქნება 5 ხილი, ეგზოტიკური ხილი. დავაგემოვნებთ, ჩვენ არ გაგვისინჯოს, ხო, არც ერთი. სიმართლეს გეტყვით და მარტო ერთი ხილი მაქვს გასინჯული და მაგას ცოტა ხანში გეტყვით თუ რომელი. ასე რომ, მოდით დავიწყოთ. და შევაფასოთ 1-დან 10-მდე. როგორც ყოველთვის, სტანდარტულად, უსტანდარტულესად. თეო, გთხოვთ, პირველი შენ დაიწყე. პირველი მოდი დავიწყოთ. ამ ხილი, პაპაია. პაპას ხილი. პაპას ხილი. შესანიშნავი. შენ გაჭერი. მე გავჭრი. ესეთი კაი დიდი ციფია, იმედია დამპალი არ არის. უფრო დიდებიც არის, ნახე ჩემს მინდა. როგორც ყოველთვის, დანებში გამოვიჩევი, Tiger Tooth-ის ის არის, cut knife. რა დიდო დამციფრებულია. კარგად. თეო არ მოვიწამოთ და. აი ესე გამოიყურება, როგორც ნესვი და ვიცი რომ კურკაც იჭმევა, მაგრამ მე ეხლა არ გავსინჯავ, ცოტა ესეთი გემო აქვს. დავთესოთ. წარე. როგორ გავსინჯოთ? ცოტა გოგრის აი რაღაცნაირად გოგრის სუნი წაკრავსავით. სიმართლეს გეტყვით მეგობრებო, გოგრა არ მიყვარს და რაღაცნაირად ვარაუდობ, რომ ეს ხილიც არ მომეწონება. ნახოთ. მინდი. კაი, მოდი. ძალიან რბილია, გადამწიფებულია მე ვიტყოდი. არაფრის სუნი არ აქვს. გოგრის სუნი აქვს. სულტო ხო აქვს. უგემრიელესია მეგობრებო. ჩემთვის ცოტა სიტკბო. ამას ვერავინ დაამატებს სიტკბოს, მაგრამ არ გავგიჟებულა რამ ხილით არ არის. ცოტა ოდნა. ძალიან ოდნა. აი როგორ გითხრათ ის მეგობრებო, აი. ეს გემიც გაკეთე. ერთს გეტყვით. როგორი შესახედაობაც აქვს, აი ძალიან რბილია, თვითონ აი კოზის ძალიან რბილად ჩადის, თითქოს აი გეგონებათ რომ აი უტკბე რაღაც სასწაულით სიტკბოს იქნება, მაგრამ აი სულ ოდნავ რა, აი ტკბილი არის, ახლა ვერ იტყვით რა არის ტკბილიო, მაგრამ თეომ სწორედ აღნიშნა, აკლია სიტკბო. გემო აქვს ოდნავ, აი ჩემთვის თეო არ ვიცი რა ჩემთვის როგორ, მაგრამ აი ცოტა გოგრის გემო რაღაცნაირად წაკრავს. გოგრა და ნესვი. ხო რაღაცა იგივე ნაზავი მართალი ხო და არ მომეწონას იმან ნესვი მიყვარს მაგრამ აი გოგრის გემო არა და ამას არ გავსინჯავ ახლა კურკებს რა კურკა არა არ ვიცი და ვერ გავრისკავთ მაგრამ მოდი მე გავრისკავ მაგის დედაცო მიდი თქვენი ხათრით ხიზილალას გავს ნა კი აბა რაღაც ხიზილალა იმის შავი ხიზილა იმის ოქია ქარიკლაპის ფოკუს. არა, ფოკუსი გვალატობს. კურკა იჭმევა ალბათ. რამე რა დაგემართოს. კი, იჭმევა, მე მგონი. თქვენ სახელზე. მე მგონი. მე მგონი? დრო შევჭავე მე მითხა, მე მგონი. მე მგონი, წარია. გადავიდეთ დღეისათვის ჩვენს რიგით მეორე ხილზე. გადავრჩი, როგორც ხედავთ. ჩვენი პაპაის. ხო, ქულა ჯერ მოსული ერდი, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან საზღარი გემს მქონე კურკები ქონდა ჩვენს პაპას ხელს. ასე რომ ეხლა გადავიდეთ შეფასებაზე. კიდევ კაი, თეო გამახსენეთ, რომ მართლა მოვიწყებოდა. ესე იგი, მე უწერ ამ ხილს თვალთ არ გავწირავ და 2-ს. 2-ს უწერ. მართლა არ მომეწონა ეხლა რა ვქნა. მე 6, იმიტომ რომ სასარგებლო. დღეს გვაქვს სასარგებლო ხილი. 6. რატო ამ ხელას ხოვობა? მეორე შენი. იმიტომ რომ სასარგებლო და შევჭამდი ამის ხათრით. ხო მე სიმართლე გითხრათეო.
მომავალში ვაპირებთ რაღაც ეგზოტიკური ქვეყნების დაპყრობას მე და თეო და ნუ იქ არ გავსინჯავდი ამას რომ შემხვდეს პაპაი. ხო პაპაი ქვია სწორედ. პაპაი. ნუ პაპაია, გონი ესია. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? დაგუკლავთ მე ნახავთ. არ გავსინჯავ ორი შეფასება თეოს 6. მოკლედ მეგობრებო დიდი ხანი აღარ გავჩერდეთ და გადავიდეთ დღეისათვის ჩვენს რიგით მეორე ეგზოტიკურ ხილზე. და ჩვენი შემდეგი კიდევ გაგარტყე თეო. მალავარ. და ჩვენი შემდეგი ხილი არის ესეთი მშვენიერი, რა ქვია თეო? პამელა. მე პამელას ვეძახი. მოკლედ. ანდერსონი. ხო, ნუ რაღაცნაირად მაგონებს. და მოდი უთხრათ მაყურებლებს რომ დიახ. ამას ხშირად ვჭამდით. კი, მივხვდი ძალიან ხშირად საქართველოში. ოღონდ თეო ის განსხვავება რომ საქართველოში იყო დიდი, ჩვეულებრივი პომელო და ეს არის პატარა და შედარებით ტკბილი უნდა იყოს ვიდრე დიდი. ესე ეწერა. იმიტომ რომ აღნიშნული იყო, კარგად გამოკვეთილად იყო აღნიშნული sweet pomelo. ხო, ასე რომ მოკლედ მეგობრებო, მოდით ახლა გავწვნათ. ნუ ციტრუსია, მოგეხსენებათ, იცით ახლა, ბევრმა იცით. დარწმუნებული ვარ. გავს grapefruits, მაგრამ სუნი ნახე ასასიამოვნო. იმ ხილთან ხო, პორტოხალის grapefruit-ი, მაგრამ grapefruit-ი მე არ მომწონს, იმიტომ რომ რაღაც სიმწარეში გადადის, მაგრამ ძალიან სასაგებია. იმის გემოს ადარებენ, მაგრამ ეს შედარებით. სხვათა შორის ჩოლობრივი პომელო ძალიან ტკბილია. ხელაკანი. აღარაფერი დარჩა. ხო, აი ვიზუალურად ნახეთ რა მხელა და რო გავწვნი, მე შეადარეთ რაც იყო და რაც გახდება. ანუ ნახევარი მიაქვს თვითონ კანს. შეხედეთ რა ის კანი. ნუ სუნი აქვს შესანიშნავი. ой, მე როგორ დაპატარავდა მართლა. პამელა აღარ არის ხა თე. ეს არის რაღაცა ის. ვინ თქვა? ვინც მოკლედ. პატარა პომელო, ბავშვობაში. მოკლედ. აი ესეთი. ნუ არც თუ ისე სასიამოვნო შესახედავია, მაგრამ ნუ გემრიელია, დარწმუნებული ვარ. ერთი შე. ერთიც მე. მოკლედ. როგორც აღნიშნე, ციტრუსია მეგობრებო და ნუ შიგთავსი აქვს როგორც აქვს, ნუ პორტოხალს, grapefruits, mandarins, ჩვეულებრივ ესეთი. პატარა წუნიანი ბალიშებით, რაც დამახასიათებელი არის ციტრუსებისთვის და მოკლედ გავსინჯოთ. ისე თეო, მინდა აღნიშნო, რომ საქართველოში ჩვენთან თბილისში ყიდებოდა გამომშრალი პომელო. ეს არის აი წუნიანი. კი. ჩვენთან გამომშრალი იყო. აი ეს არის აი რაღაც წვენით სავსე. არც ესეთი ტკბილია როგორცაც ველოდი. როგორც აი გამოკვეთილი ჩოლობრივი პომელოა მეგობრებო, ოღონდ ერთი. ისეთივე გემო აქვს როგორც საქართველოში. ჩვენ სადაც ჩვენთანაც როგორც იყიდება. ასე რომ ნუ არანაირი სხვაობა არ არის, იგივე გემრიელია. ოღონდ არა სხვაობა როგორ არ არის. ბევრად წვნიანია. ვიდრე ეს ალბათ აქ უფრო ახალია, აი და მაგითო. დროთა განმავლობაში შრება, ან შეიძლება სხვა ჯიშია. და ვიყიდეთ ჩინურ მაღაზიაში და ჩინური. ნუ აზიურ მაღაზიაში. Asian food აწერია რა. Asian food market. ხო, ნუ მოკლედ რაც არის. ასე რომ მეგობრებო, მოდით ახლა უკვე მე მგონი გადავიდეთ ქულებზე. მიდით რა შენ? 8 ხო, მე 9. მოგეწონა. ბრო, პომელო მომწონს. ბრო, 8 ქულა იმიტომ რომ არც ესეთი ტკბილია როგორც ეს. ეხლა კი გადავიდეთ დღეისათვის ჩვენს რიგით უკვე მესამე ხილზე. და აი, ჩვენი შემდეგი ხილი, ეს არის ვაშლის ფორმის, მაგრამ ეს არის მსხალი მეგობრებო. ხო, ისე რომ შეხედავ, ვერ იტყვი რომ მართლა მსხალია. მაგრამ კანი. კანი აქვს მსხალი. ნუ გემოც ალბათ მსხლის ეკნება. და მოკლედ ნახოთ. ნახოთ აზიური მსხალი. აზიურია ეს? კი. ნახოთ, აზიური მსხალი. ნახოთ. გავჭრათ. მოდი ჯერ შუაზე გავჭრათ. იქნებდა რა ხდება. იქნებდა მატყიჩი. შეჭამროი. ეს ხო, ვაშლი და მსხალის ბიძაშვილია. ნაჯვარია ალბათ. გიგე. ესეთი. ვარ მსხალია და. კი, გავს. ოჯახდიო.
აბა ვნახოთ, დავაგებინოთ ჩვენი ეგზოტიკური მსხალი. აი, მსხალია. ხრაშუნი მე მგონი გაიგო ყველა. კი, ხრაშუნებს. გემრიელი მსხალი. იმენა მსხალია. მაგრამ ჩვენი ჯობია მაინც. რა თქმა უნდა. ტკბილი არ არის. ძალიან ტკბილი არ არის. სიტყვაკლია. მაგრამ მიუხედავად ამისა გემრიელია. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენი ჯობია, ანუ ქართული. და სასარგებლოა, ვერ შეიძლება, ვერ შევადარება. და სასარგებლოა, რა თქმა უნდა, ხა ხილი, ნუ სასარგებლოა. მოკლედ. ჩემი ჯერია, ხო ახლა შეფასებების. 7. მე 9. დღეს რაღაც რაღაცნაირი დღეა, მეგობრებო, ჩვენი შეფასებები არ ემთხვევა. კი, ვენერა ვერ დაემთხვა ალბათ სატურნს. ალბათ. მოკლედ. 7 და 9. მოკლედ, ნუ ეგრეა რა, ეხლა რაცაც ვფიქრობთ, ის შეფასებებიც არის. ნუ თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რა შეფასებებს დაუწერდით ამა თუ იმ ხილს, რო იყოთ ჩვენს ადგილზე. კარგი. ეხლა უკვე გადავიდეთ დღეისათვის ჩვენს რიგით მე-4 ხილზე. მივხვდით ალბათ რაც არის. ჩვენი შემდეგი ხილი იქნება ესეთი მინიატურული ბანანები, ტაილანდური ბანანები. ნახოთ, ნუ შესახედაობა სუბუქად რო ვთქვათ. არც თუ ისე კარგი აქვს, მაგრამ ნუ ესეთებია. იყო უარესებიც, სუშავებიც იყო. რა თქმა უნდა, თავიდან შემოდის ეს მწვანე, შემდეგ ყვითლდება და უფრო გემრიელია და კარგია, სასარგებლოა, რაც უფრო ციფდება. ციფდება, ყავისფერს რომ იღებს, მაშინ უფრო არის კარგი, ესე ამბობენ. ნახოთ. ოდითგან, ნახოთ. რაღაცა სხვაობა არის. კი. სხვაობა არის. ძალიან დიდიცა. რა სხვაობა? პირველ რიგში მჟავეა. სიმჟავე წაკრავს ახლა. რა მჟავე? სიმჟავე წაკრავს ცოტა. მართლა წაკრავს ახლა გავაკეთო. ჩემთვის წაკრავს. ნუ ხა ესეთი მჟავე კი არ არის ახლა როგორც ლიმონი. მაგრამ ტკბილი არ არის და ხო, ტკბილი არ არის, ჩემთვის მჟავეა. ამიტომ ამბობს ომარი აქვს. მე საერთოდ ძალიან ტკბილი მიყვარს ყველაფერი, მეგობრებო და ნუ ჩემთვის ცოტა იქ იყო კიდე ძალიან ყავისფერი და ის რაღაც. არა, ნუ ის ეთქვა ის უკვე ჩირში გადადიოდა თეო, მე მგონი იმდენად. თუმცა ის უნდა იყიდო. თუ გინდა ტაილანდური ბანანი, კი. შავი. ესე იგი ეს არის კვახე. ნუ ბანანი კი მიყვარს, კარგია, სასარგებლოა ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავწერ 5-ს. კაცრი ვარ დღეს. და გავაკეთე. მეც 5 დავწერო, ხა არ მომეწონა კვახე ბანანის გემოქონდა, არ ქონდა სიტკბო და მეც 5. 5. აი დაემთხვა. ჩვენ შეფასებები დაემთხვა. ბანანში დაემთხვა ჩვენ შეფასებები. ეხლა 7-ად. მოკლედ. ეს ის ჩვენი ბანანი. თან ტაილანდური, თან ეგზოტიკური და დღეისათვის ჩვენთვის ბოლო ეგზოტიკური ხილი არის რა არის? მეგობრებო, რომელსაც ქვია dragon fruit, დრაკონის ხილი. მე თქვენ შეკპირდით, მეგობრებო, რომ დავაგემოვნებდით დრაკონის ფჩხილს, არა, ფჩხილის მურაბას. მურაბა ვერ ვიშოვეთ, მაგრამ ვიშოვეთ ხილი. ახლოს. კი, ნელა მივიწევ. ხები რატომ დაარქვეს ნახე გავს. რა, დრაკონს გავს? სად კიდახი ეს დრაკონი? გავს. კი, ვერაფერს, კი, ფრთები აქვს, ბევრი. ფრთები და რაღაცები რა, დრაკონს აქვს. უი, კანით. კანით. ხო, ნუ. აბა სხვა რატომ მე? რა ვიცი ხა. ფერი არ ვიცი, დრაკონი წითელი. რეპტილიას მაგვარი კანი აქვს რაღაცა ესეთი. აი ზუსტად. და აი ამ ხილზე ვამბობდი, მეგობრებო, გასინჯული მაქვს მეთქი, როცა ვიმყოფებოდი ჩინეთში.
ოღონდ ეხლა სიმართლე გითხრათ, ეგ იყო რა ვიცი 7 წლის უკან, 6-7 წლის უკან დაახლოებით და არ მახსოვს ამის გემო. პრინციპში როგორც მახსოვს გემო არც აქვს. ამ ხილს. მე როგორც წავიკითხე უნარი. ამის გემოს ადარებენ კივის გემოს და მსხლის. ეხლა ვნახავთ. ეხლა ვნახავთ ინტერესო. მე მართლა არ მახსოვს. მართალი გამოიყურება ძალიან ისე ეგზოტიკურად, მაგრამ გემოთი არის ესეთი უბრა. ლამაზია. ძალიან ლამაზია. გავჭრით ეხლა. ძალიან ლამაზია მეგობრებო. სხვათა შორის ამ ხილის რაღაცა დავაგემოვნეთ ჩვენ. მე მგონი რაღაც კბილეულს ვაგემოვნებით. იყო რამე? არა, ნაყინია. მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ეს ხილი გამესინჯა. ნახეთ მეგობრებო, რა ლამაზია. და გემრიელი იყოს. ხო, ნეტა. ნახე ეს რომ წვანე იყოს კივი არა. ხო, მართალია. იმ კივია. უბრალოდ რომ წვანე იყოს. კონსისტენციაც იგივე რო აქვს კივისნაირი. ნახოთ. კი არ დაგავსინჯოთ. ხო, ერთ-ერთი მეგობრებო, ერთ-ერთი. ნუ ეხლა გემოს ვერ ვატავ ვერაფრის. აი უბრალოდ სასიამოვნო ხილია მეგობრებო, აი როგორ გითხრათ, აი უბრალოდ, აი გემოს ვერ ჩაატანთ ვერაფრის. მაგრამ რო წარმოვიდგინოთ რომ წვანეა და თვალები დახუჭო და ესე ჭამოთ, ვერ გავარჩევთ კივის. ნუ მოკლედ მეგობრებო, ესე ჩვენი Dragon fruit-ით როგორ არის? Dragon to dragon. Dragon. სამეფო კარის თამაშები მოდის და იწყება უფრო სწორედ და საპატივცემულოდ აღვნიშნეთ ეს. მშვენიერი. ძალიან ლამაზი ხილია, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი რომ გემრიელია რაღაც. იმიტომ რომ არაფრის გემო არ აქვს, როგორც მახსოვდა, ზუსტად მახსოვდა, მაგრამ კონსისტენციით შეხედულებით გავს ერთ-ერთი არის კივი. და გემო სადღაცას იგრძნობა მსხალიც. შენ გემო იგზენიან? კი. მე ვერ ვიგზენია გემო და რა ვიცი, ეტყვა ვერ აღვიქვა ამ ხილის გემოს, არ ვიცი მეგობრებო. და რა ქულას დაუწე? რავი. ნეიტრალური რავი, 7 ალბათ რა. ხო, მეც მაგას ვაფიქრებდი. ხო, 7, იმიტომ რომ არც ცუდია, არც კარგია. აი როგორ გითხრათ, ცოტა ისეა რა. ოდნავ ტკბილი ყოფილიყო, 9-ს დაუწერთ. ხო, სიტყვა ისეა ცოტა. არც ტკბილია და არც მჟავი ასე ვთქვათ. ვისაც გასინჯული გაქვთ ეს ხილი, დააფიქსირეთ თქვენი აზრს კომენტარებში, ძალიან გვაინტერესებს. და ასე რომ ველოდებით თქვენს კომენტარებს. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. როგორც ყოველთვის ხა დამაპირებს ვასრულებთ. და დღეს შემოგთავაზეთ ეგზოტიკური ხილის დაგემოვნება. იმედია მოგეწონებათ, იმედია შეაფასებთ დადებითად და კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ერთ თემას ამ ვიდეოში, ეს არის კითხვა-პასუხის ძალიან რაღაცნაირად ნერვიულობა ამ თემაზე, იმიტომ რომ შეგპირდით და რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ, ბერმა იცით ეს მიზეზი რა არის და ვინც არ იცით კიდევ ერთხელ ვიტყვით. ესე იგი გადავდივართ ახალ სახლში, ასე რომ ვთქვათ. აპრილის პირველ რიცხვებში და იქიდან გვინდა რომ გავაკეთოთ ეს ვიდეო, გამოვიდეს განსხვავებული, გამოვიდეს კარგი, გაინტერესებთ და დაგველოდეთ მალე იქნება. ასევე ძალიან ბევრი სიახლე იქნება ჩვენ სახლზე, რა თქმა უნდა. თეოს მონაწილეობით ეს ყველაფერი. წინასწარ არ გეტყვით არაფერს, იმიტომ რომ სურპრიზი არ გამოვამერ. ყველაფერს თქვენთან გაიგებთ. ასე რომ დარჩით ჩვენთან. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა და ჩვენ შევხვდებით ძალიან მალე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახვამდის. კარგად.